მინდა დღეს აგიხსნათ, სად კარგავს ყველაზე მეტ დროს და ფულს ემიგრანტი გერმანიაში და როგორ შეიძლება ამის თავიდან აცილება. იცი რა არის ყველაზე რთული გერმანიაში? ხშირად არც ენა და არც სამსახური. არამედ ის, რომ იღებ წერილს და ვერ ხვდები. ახლა რა უნდა ქნა? მოგივიდა წერილი ბანფიდან, მიგრაციის სამსახური, ან იობ ცენტერიდან, სადაც დახმარებები და სამსახურის საკითხებია. ან აუსლენდერ ბენფოვიდან, უცხოელთა სამსახურიდან და ზიხარ და ფიქრობ ახლა ეს რას ნიშნავს. ზუსტად აქ იკარგება დრო, ზუსტად აქ იწყება ზედმეტი ხარჯები. გადადო წერილი, არ გადაამოწმე დეტალები, არ გკითხავს არავინ და შენც არ გიკითხავს. თუ ხელფასის ფურცელს იღებ და ვერ იგებ რა ჩამოგაჭრეს, ლონა ბრეხლუნგი ქვია ამას. ერთად გადავამოწმებთ. თუ არ იცი სწორად გაქვს თუ არა შტოიერ კლასი, ანუ საკადასახადო კლასი, გავარკვევთ. თუ სამსახურში აგზავნით CV-ს, ანუ ლებენსლაუს, შენ სამუშაო ბიოგრაფიას შეგისწორებთ. თუ სამოტივაციო წერილი, გჭირდებათ დაგეხმარებით, რომ პროფესიონალურად გამოიყურებოდეს და დაგიწერთ იდეალურ ვარიანტს. თუ ფორმალური გაქვს შესავსები, ნუ გეშინია. არ ხარ მარტო. გერმანიაში ბევრი რამ რთული კი არაა, უბრალოდ არავინ გიხსნის ნორმალურად და როცა არ იცი, შეცდომა ძვირი იჭდება, დროითაც და ფულითაც. ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ ინფორმაცია იყოს გასაგები, რომ იცოდე რა ნაბიჯი უნდა გადადგას შემდეგ, რომ არ იგრძნო თავი მარტო სისტემის წინაშე. მნიშვნელოვანია გააზიარე, შეიძლება ვიღაც ახლა ზუსტად იმავე გაურკვევლობაშია, სადაც შენ იყავი რამდენიმე თვის წინ. ინფორმაცია არის ძალა და ჩვენ ამ ძალას უზიარებთ ერთმანეთს.